გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, დაგვრჩა ცეცხლის სტიქის წარმომადგენლებისთვის ტარო პროგნოზი მარტისთვის და დავიწყოთ ვერძით, ვინც პირველად შეხვდით ამ ვიდეოს, სხვა სტიქის წარმომადგენლებისთვისაც არის გამზადებული და ატვირთული და მოიძიეთ ჩემს საიტზე და ვნახოთ რას გვეტყვის ორაკული ვერძებისთვის. სხვათა შორის განმეორდა რომელიღაც სტიქიას და რომელიღაც ზოდიაქოს ნიშანს ამოუვიდა ეს კარტი, ღრმად ჩაყვინთვაო და რაღაც მისიის მიზნების ხელში ჩაგდება, დაჭერა, კუჯაკლამაკ არის, როცა რაღაცას წაავლებ ხელს, თუნდაც იმ შანსს გამოიყენებ და აღარ გაუშვებ, ჩაიხუტებ, ასე ვთქვათ, ბევრი გაგებით იყენებენ თურქები ამ სიტყვას, მაგრამ ამ შემთხვევაში არის რაღაც მისიის შესრულებაზე ლაპარაკი, რაღაცის დამთავრებაზე, თუნდაც განწმენდაზე, თუნდაც მედიტაციებზე, თუნდაც იმაზე, რომ მარტის თვეში დაასრულებთ საქმეს, რომლისთვისაც დიდი ძალისხმევა გაიღეთ, რადგან ღრმად ჩაყვინთვა მოგეხსენებათ დიდ ენერგიას და ძალას მოითხოვს. შეიძლება რომელიღაცა თქვენგანმა თავისი მისია შეასრულა ან თავისი გზა იპოვა და ვნახოთ ამ თემის გაგრძელებაზე რას გვეტყვის ტარო. დიახ, ჩემო კარგებო, რაღაც კარმულ მისიაზეა ლაპარაკი, რეალურად რაღაცა საქმეს წერტილს დაუსვავთ მარტის თვეში, შეასრულებთ თქვენს დანიშნულებას, ამისთვის მართლაც დიდი ბრძოლა გამოიარეთ, გაიარეთ სერიოზული ტრანსფორმაცია და აი ამ კარმულ თუნდაც ვალი გქონდათ რაღაც გასასტუმრებელი თქვენი თუ წინაპრების, ამას წერტილს დაუსვავთ მარტის თვეში, ჩემო კარგებო და სამყარო უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო თქვენთვის. და თქვენ თვითონ შეიცვლით აი მარტის თვეში, როდესაც აი კონკრეტულ რაღაც საქმეს დაასრულებთ და ბოლომდე მიიყვანთ, თქვენ თვითონვე აღმოაჩენთ, რომ სამყარო სულაც არ არის ისეთი, როგორიც აქამდე გეგონათ, თუნდაც არ არის ისეთი ბოროტი, ან თუნდაც არ არის ისეთი ვარდისფერი, როგორიცაც თქვენ ფიქრობდით. აქ მეოთხე კარტი მაქვს, არ მომეშვა და მაინც ამოვიღე, ჩემო კარგებო. და მაინტერესებდა რა კარტი იყო, მანამდე არ მინახია, მიუხედავად იმისა, რომ კარტები გამზადებული მქონდა, უბრალოდ ამოვიღე დროის ეკონომიის თვალსაზრისით ვამზადებ კარტებს და თქვენ თვალწინ ვხსნი. და აღმოჩნდა ეშმაკი ზუსტად კარმულ მისიაზეა ლაპარაკი, ეშმაკი არ არის ყოველთვის ბოროტება, არ არის ნეგატივი, რადგან მიანიშნებს ხშირად კარმულ სიტუაციებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, თავი როგორ ამტკივდა ვიღაცა მართლა მაგიური ჩარევის და ბოროტების მსხვერპლი იყო, ჩემო კარგებო და აი ამას წერტილი დაესმევა მარტის თვეში, ვიღაცისთვის ესე რეზონირდება. მოკლედ სერიოზული ბრძოლის თვე გელოდებათ, მაგრამ რაც მთავარია, როგორც ჩანს, ორაკული გვიწინასწარმეტყველებს, რომ ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება თქვენს ცხოვრებაში. ფინანსების თვალსაზრისით ვნახოთ თითქოს რაღაცა შენელებული პროცესები იქნება, შენელებული იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან სწრაფად არ განვითარდება მოვლენები, ანუ კარიერული ზრდა თუ ამაზეა ლაპარაკი და ეს არის თქვენთვის პრიორიტეტი, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევთ სასურველ წარმატებას, ფინანსური თვალსაზრისითაც ნელ-ნელა მოიმატებს თქვენი შემოსავალი, რაც მომავალში განსხრომის და ბედნიერების მიზეზი იქნება და მიაღწევთ იმ შედეგს, რისი დადებაც გსურდათ და ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, იქნება ბალანსი თქვენს ცხოვრებაში, იქნება სიმშვიდე და რაღაცა პერიოდი, აი მარტის თვეში მიღწეული შედეგები იქნება სტაბილურად ერთნაირი. მომავალში, ეს უკვე მომავლის თემა არის, ჩვენ ვლაპარაკობთ მარტის თვეზე, ასე რომ წარმატება გელოდებათ და ეს რა თქმა უნდა ცოტა ხანგრძლივი პროცესია, იწელება დროში, მაგრამ აი ზუსტად ის თემა არის, შორიგზიდან მოუარე, შიმშვიდობით მიდიო, ნელი ნაბიჯებით სტაბილურად მიიწევთ წარმატებისკენ და ეს ხანგრძლივი დროით დარჩება თქვენს ცხოვრებაში და ვნახოთ ვერძებისთვის პირადი ცხოვრება, აი აქ ზუსტად
ეს მომენტი აისახა, რომელიღაცა თქვენგანის პირადი ცხოვრება არის მაგიური ჩარევის მსხვერპლი, ჩემოკარგებო, ვიღაცა როგორ ჩანს, ძალიან ცუდად ერეოდა თქვენ ცხოვრებაში, ვისაც აქვს პრობლემები მეუღლესთან, საყვარელ ადამიანთან, ან არადა არ გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში ღირსეული პარტნიორი, ეს გონიათ რომ არ გამოჩნდა, უბრალოდ ან ვერ ხედავთ, ან ახალი დაწყებული ურთიერთობები სათავეშივე იშლება და ფუჭდება, იცოდეთ რომ ხართ მაგიის მსხვერპლი, ჩემოკარგებო, და აი მარტის თვეში სიფრთხილისკენაც მოგიწოდებენ, რომ მოერიდოთ ვიღაც ქალბატონს, აქ ნუ ეხა ეშმაკი და მაგი ერთად, სხვა რამეზე შეუძლებელია ლაპარაკი, აქ დასტის ძირზე კიდე როგორც დავდე, ქურუმი ქალი, აქ 100%-იანი მაგიურ ჩარევაზეა ლაპარაკი და ვისაც აი ეს პრობლემა არ გაგაჩნიათ და არ დგას თქვენ დღის წესრიგში, ესე იგი ეს ინფორმაცია თქვენთვის არ არის და ვნახოთ, რას გვეტყვიან ამ იმაზე. ნუ რაკი პროგნოზე ვლაპარაკობთ, დიდი ალბათობაა, რომ ან ურთიერთობა ისევ ჩაგეშალოთ, ან ისევ რთულად მიდიოდეს თუ კი გაქვთ პარტნიორთან ეს დაძაბული სიტუაცია და შესაძლებელია ისიც რომ ვიღაც ჩაერიოს თქვენს პირად ცხოვრებაში მაგიურად და გაფრთხილებაც მოდის აქედან გამომდინარე და ძალიან ცუდ რაღაცას გრძნობ. ვერ ძებო ვისთვისაც აი ეს სიტუაცია ნაცნობი აღმოჩნდა და ვინც მიხვდით რომ თქვენზეა ლაპარაკი, გირჩევთ იმ ვერძებმა მიმართეთ პროფესიონალს, რადგან ძალიან ცუდი შეგრძნება მომივიდა და საჯაროდ რა ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ამის თქმა, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ შემთხვევას შეიძლება ეხებოდეს ახლა ის რაც ვიგრძენი, აქ არის გადახდილი მაგიაზე ლაპარაკი, რომელსაც ვიღაცა ძალიან წარმატებით ასრულებს და აი ყველანაირად ნუ რაც ვიგრძენი, იმის დასტური მომივიდა, ძალიან მძიმე ნეკროტიკული ენერგეტიკაა გამოყენებული, ყველაზე არ იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ რომელიღაც თქვენგანზე არის მძიმე ნეკროტიკული ენერგეტიკა გამოყენებული, თუ კი გაქვთ რაღაც ხილვები, გეჩვენებათ რომ ვიღაც დადის ოთახში, აი ესეთი გამოვლინებებით ვინც ხართ, სასწრაფოდ მიმართეთ პროფესიონალს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი რაღაც არის გაკეთებული სასაფლაოზე და არის ეს თვითმკვლელის სასაფლაოზე გაკეთებული. ჩემოკარგებო, ეს არის ერთი შემთხვევა. შესაძლებელია, ანუ ისთვისაც რეზონირდა ორი იყოს, ეს არ იქნება მასიურად ყველასთვის. აბა დანარჩენისთვის ცალკე წავიკითხოთ, მაშინ ვერძებისთვის პირადი ცხოვრება მარტის თვეში. ნუ აქ ძალიან მძიმე სიტუაცია, ესე იგი ვიღაცას უნდა მოესმინა ეს ინფორმაცია. დანარჩენი ვერძებისთვის პირადი ცხოვრება. აქ ჩემოკარგებო, ქორწინებაზე შესაძლებელია იყოს ლაპარაკი, აქ რომელიღაცას ძალიან გეშინიათ და ქორწინების შეიძლება ესეც გეხებოდეთ აი ეს სიტუაცია, რადგან ყველა ურთიერთობა თითქოს გეშლებათ, გეფუჭდებათ, ან წარსული მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, ან აი ეს მაგია, ვისაც შეეხო არის ქორწინების ალბათობა, მაგრამ ძალიან გეშინიათ, თითქოს რაღაცა გამოუვალი სიტუაცია, ან გსურთ დაქორწინება და გაქვთ რაღაცა სხვა მხრივ პრობლემები და ამის გამო აი ეს პრობლემები გაშინებთ, ჩემოკარგებო, ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ელოდებით ვიღაც დაქორწინების შემოთავაზებას, ამ შემოთავაზებას აუცილებლად მიიღებთ მარტის თვეში, მაგრამ რეალიზება არ მოხდება. და ვნახოთ ზოგიერთი თქვენგანი არჩევანის წინაშე დადგება, ორ პარტნიორ შორის არჩევანის წინაშე დადგება და ესეც ძალიან საყურადღებოა, ძალიან ფრთხილად გააკეთეთ არჩევანი, რადგან შეიძლება არასწორი ადამიანი აირჩიოთ თქვენს თანამგზავრად. ძალიან საინტერესო გამოვიდა ვერძების პროგნოზი, ჩემოკარგებო, და გადავიდეთ ლომზე. ნახოთ ლომები. მაშასე ლომები, აბა ჩემნაირებო, ლომი ვარ მეც, ვნახოთ რა გველოდება მარტის თვე როგორ იქნება ჩვენთვის. ორაკული, ეს უკვე მესამედ ამოვიდა, ოჯახის თემა, მჭიდრო კავშირები, ყველაფრის დაგეგმა, იმისთვის რომ მივახციოთ ოჯახში და ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში სიუხვეს, ბარაქას, სიმშვიდეს, ყველაფრის წინასწარ დაგეგმაა საჭირო, კონკრეტიკა არის, ღიად საუბარია და საერთოდ მარტის თვე ჩვენთვის იქნება დახუნძლული ოჯახური თემატიკით, ოჯახთან იქნება კავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. და ვნახოთ ტაროზე ზოგადად, აქ ჩემოკარგებო, რაღაცა დიდი ცდუნების და არჩევანის მომენტია, მარტის თვე გამორჩეული იქნება, ესე ვთქვათ, ცდუნებებით და ამ მხრივ მოგვიწევს
სიფრთხილის ყურადღების გამოჩენა. მთავარია ლომებმა გამოვიჩინოთ ჩვენთვის არადამახასიათებელი სიდინჯე, ემოციები გვერდზე გადავდოთ, ვიყოთ უფრო პრაქტიკულები, მიწიერები და როდესაც არჩევანის წინაშე დავდგებით და რაღაც კონკრეტული საქმე იქნება გადასაწყვეტი და რაღაცა ნაბიჯის გადადგმა, ამაზე დიდხანს ვიფიქროთ, რომელიც ცეცხლის ნიშნებს ზოგადად და ლომებს მით უმეტეს არ გვახასიათებს, ძალიან ფეთქებადი ხასიათით გამოვირჩევით. და აი მარტის თვეში ბალანსის დაჭერა გაგვიჭირდება ცოტა არ იყოს და ნუ ეხლა ამას რო ვხედავთ, ეს ჩემთან პირდაპირ კავშირშია, ხშირად მიწევს ამ ვაჟბატონთან ბრძოლა, ისე გადატანით რომ ვთქვათ, სამწუხაროდ ძალიან ხშირია ნეგატივი. ეშმაკი ასევე მიგვანიშნებს იმაზე, რომ რაღაც კარმულ სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაგვჭირდეს მივიღოთ, უარი ვთქვათ რაღაცებზე და გასაგებია, ნუ ცდუნების ალბათობაა, ძალიან სახარბიელო შეიძლება წინადადებები მივიღოთ, ან სიტყვაზე გამოვიდეთ წყობიდან და რაღაც არასწორი ნაბიჯი გადავდგათ, რაც მომავალში ჩვენს კარმას ლაქად დააჩნდება, დავიზიანებთ კარმას, ამიტომ სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ ორაკულიც და ტაროც და ვნახოთ ფინანსური სიტუაცია, ნუ ფინანსური მხარე იქნება დამაკმაყოფილებელი, რაღაცა შეიძლება მოულოდნელი ხარჯებიც და გაუთვალისწინებელი ხარჯებიც მოგვიწიოს, ეს შეიძლება ის იყოს, რა ქვია, უკაცრავად დაკავშირებული ან სამედიცინო სფეროსთან, ან სამედიცინო ხარჯებთან, ან სასამართლო ხარჯებთან, რაც აი უსიამოვნო ხარჯები, ზოგიერთი ლომისთვის შეიძლება მარტის თვეში უსიამოვნო მომენტებიც იყოს იმ თვალსაზრისით, რომ სამსახურში შეექმნას პრობლემები, გაითვალისწინეთ, ჩემოკარგებო, იყავით დოკუმენტაციასთან ფრთხილად, ძალიან ეს ცდუნებაზეც არის ლაპარაკი, რაიმე საეჭვო გარიგება არ დადოთ და იმაზე მეტს შესწვდებით, ვიდრე შეგიძლიათ, ანუ ვიღაცამ შეიძლება მოგატყუოთ და ძალიან საეჭვო გარიგება დაგადებინოთ. არ ჩადოთ სახლი გირაოში ან ბანკში, თუ თქვენი საკუთარი ფინანსები გაგაჩნიათ, არ წამოიწყოთ რაღაცა საეჭვო საქმე საეჭვო პიროვნებებთან, რადგან მომავალში ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. ანუ საკმარისი გექნებათ, თქვენთვის საკმარისი, შეიძლება მეტი გინდათ და ყველას მეტი გვინდა, მაგრამ რაღაცა ისეთი დიდი შემოსავლები და დიდი ფინანსები მაინდა-მაინც მარტის თვეში არ არის სავარაუდო ლომებისთვის, აქ უფრო მინიშნება სიფრთხილეზე და კარიერის თვალსაზრისითაც არ დადოთ საეჭვო გარიგება, დოკუმენტაციას თვალი ძალიან ყურადღებით გადაავლეთ, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იწერება დაბლა ან ბოლო გვერდებზე და წვრილი შრიფტით, ამას როგორც იურისტი ისე გეუბნებით, ეს არის ჩემი ნამდვილი პროფესია, ჩემოკარგებო და ზედმეტი პასუხისგებლობა არ აიღოთ, თუ კი ახალ სამსახურს იწყებთ. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია და ასე რომ ჩემოკარგებო, ძალიან ფრთხილად იყავით და აი ამ პრობლემებსაც აირიდებთ თავიდან. და ვნახოთ პირადი ცხოვრება ლომებისთვის, რომელიც მე მაგალითად არ მაინტერესებს, ანუ ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც პირადი ცხოვრება აქვს მოსაწესრიგებელი, ვინც ისედაც ბედნიერია სიყვარულში, ნამდვილად არ სჭირდება ამის მოსმენა, აქ არის ახალ ადამიანზე, ახალ შანსზე თქვენს ცხოვრებაში, ეს ადამიანი შეცვლის თქვენს ცხოვრებას, ან თქვენი ურთიერთობა, რომელიც არის პრობლემატური, თქვათ, ან რაღაცნაირად თითქოს ვნება განელდა, რაღაცა ესეთი მიდის უღიმღამოთ, ხდება ტრანსფორმაცია თქვენი ურთიერთობის, ან გამოჩნდება ზუსტად ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად დაგაბალანსებთ, რეალურად არის თქვენი წყვილი, თქვენი შესაფერისი ადამიანი, რომელიც გასცემს იგივეს, რასაც იღებს და პირიქით თქვენ, რასაც გასცემთ, ეს ადამიანი
მოგცემთ იგივე სიყვარულს, პატივისცემას, ერთგულებას და ასე შემდეგ და მით უმეტეს ლომებმა ვიცით ძალიან ძლიერი სიყვარული და ერთგულება დრომდე და ძალიან ბევრის მოთმენა და თუ კი ამოიწურა ეს ჩვენი სიყვარულის და მოთმინების მარაგი, მერე მივდივართ უკან მოუხედავად ზოგადად და აქედან გამომდინარე შესაფერისი პარტნიორი გამოგიჩნდებათ, რომელსაც ექნება იგივე უზღვავი სიყვარული, ამოუწურავი ერთგულება და ის რომ ლომებს ზოგადად ძალიან გვიყვარს, როდესაც ჩვენი პარტნიორები არიან ბედნიერები, ლაღები და აქედან გამომდინარე ძალიან მაგარი ადამიანი, ძალიან კარგი ადამიანი, როგორ მეტყობა ლომი როა, როგორ ვიქებ თავს და რა თქმა უნდა ჩემ ლომებსაც, ჩემნაირებს. ეს პატივმოყვარეობა მაინც გაგვაჩნია ძალიან სერიოზული დოზით. და ზუსტად აი შესაფერისი ადამიანი, რომელიც, როგორც თქვი, შეცვლის თქვენს ცხოვრებას რადიკალურად და შეცვლის უკეთესობისკენ, ან წყვილში, რომელშიც არის პრობლემები, მოხდება ეს რადიკალური ტრანსფორმაცია, ცვლილებები და განახლდება ურთიერთობები და იქნება ისეთი, როგორიც თქვა შეყვარებულობის პერიოდში, დასაწყისში ვნებით და ემოციებით სავსე. მას ასე დაგვრჩა მშვილდოსანი და ამით დავასრულებთ ჩვენს ტარო პროგნოზს. შვილდოსნები, ნახოთ რა გელოდებათ მარტის თვეში, ნახოთ პროგნოზი, დავიწყოთ ორაკულით. ჩემო კარგებო, ორაკული გვეუბნება, რომ აი ზუსტად მარტის თვე, ზუსტად როგორც ხასიათდება და იწყება თესვა, ნერგების გადარგვა, დამყნობა და ასე შემდეგ, აქაც არის ზუსტად ნერგების დარგვაზე ლაპარაკი, ანუ დაიწყეთ მარტის თვეში მომავალის დაგეგმარება და კონკრეტული ნაბეჯების გადადგმა, რომ მომავალი გქონდეთ, თქვენი მომავალი იყოს დაცული. ანუ რასაც დასთესთ ამ თვეში, აქ უკვე თქვენზეა დამოკიდებული პირად ცხოვრებაში თუ სხვა სფეროებში, მარტის თვეში დაწყებული საქმეები და დაწყებული ურთიერთობები გაგრძელდება ძალიან დიდხანს, შეიძლება განსაზღვრელიც იყოს თქვენი მომავალი დარჩენილი ცხოვრების და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რას გააკეთებთ. უკაცრავად, მარტის თვე იქნება წამოწყებებისთვის ძალიან კარგი, კონკრეტულად და მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი წამოწყებებისთვის იქნება ზედმიწევნით კარგი და დადებითი, რაც თქვენს მომავალს შემდეგ გარანტირებულად ბედნიერს გახდის. და ვნახოთ ორაკულზეც, ტაროზეც. აქ ხდება ძალიან სერიოზული ტრანსფორმაციები, ჩემო კარგებო. მარტის თვეში უფრო მაინც მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობები, სამეფო კარის წარმომადგენლები ყავს და სიკვდილი, რა თქმა უნდა, ტრანსფორმაციას ნიშნავს. ვინც კარგად არ იცის დასტა და არ მგონია ესეთი მიყურებდეს, მაინც მათთვის ვიტყვი, ვისაც ეშინია, რომ სიკვდილი არის ტრანსფორმაციის სიმბოლო, ძალიან კარგია, რადგან სიკვდილის შემდეგ იწყება სხვა ცხოვრება, გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, იწყება თავიდან ყველაფერი, ეს არის ცხოვრების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და იქნება ახალი ურთიერთობები. მარტის თვეში შეგიძლიათ, თქვათ, რაღაც პრობლემატური ურთიერთობები თუ გაგაჩნიათ, შეცვალოთ ეს ურთიერთობები, რადგან მომავალში თავი ბედნიერად იგრძნოთ, კარგად იგრძნოთ ამ ადამიანებთან. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ თუ კი გაქვთ რაღაც ტოქსიკური ურთიერთობები, ეს ადამიანები ჩამოიშოროთ თქვენი ცხოვრებიდან, ესეც საფუძველი იქნება მომავალი ბედნიერების, ან დაიწყოთ ახალი ურთიერთობები, შეცვალოთ თქვენი საკუთარი თავი, მეტად დააფასოთ, თუნდაც ვისთვისაც პრიორიტეტია ვიზუალურ მხარეში კორექციების შეტანა და რაღაცის გაკეთება უნდა, თქვათ, თმის, ქირურგიული ჩარევა იქნება, კოსმეტიკური, დიეტის დაწყება თუ რაც არ უნდა იყოს, ძალიან შედეგიანი და კარგი იქნება, ამიტომ მარტის თვე დაუთმეთ აი ამ სფეროს თქვენი ცხოვრების. შეცვალეთ თქვენი გარემო, შეიცვალეთ თქვენ თვითონ
და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ წამოწყებები, ახალი წამოწყებები ამ თვეში იქნება ძალიან შედეგიანი და ნაყოფიერი. ფინანსებში ჩემოკარგებო, ცოტა შეცდომების ალბათობა არსებობს. შეიძლება ილუზიას იქმნით, რომ აი მარტის თვეში თქვათ, ვიღაც ვალს დაგიბრუნებთ, ან ხელფას მოგიმატებთ, რადგან ბედის ბორბალი ამოგვივიდა ფინანსებზე, ეს არის რულეტკა, ბოდიში რუსული ჟარგონისთვის, უცბად ვერ მოვიფიქრე ქართულად რა ქვია, და აი იმაზე იქნება დამოკიდებული გამართლებაზე, იმიტომ არ ვიცით ბედის ბორბალი საით დატრიალდება, ხო შეიძლება 160 გრადუსით შებრუნდეს, თუ 180, რამდენი, ხო 180, შეიძლება 360 გრადუსით ისევ უკან დატრიალდეს, მაგრამ რაღაცა ილუზიების მსხვერპლი შეიძლება შეიქმნეთ მარტის თვეში და გირჩევთ ცოტა სიძუნწე გამოიჩინოთ, რაც გაგაჩნიათ, იმას გაუფრთხილდეთ. აქ მინიშნებაც არის აზარტულ თამაშებზე და ვისაც გიზიდავთ აზარტული თამაშები, მაქსიმალურად თავი შეიკავეთ. აი ეს წამოწყება, აი ეს ტრანსფორმაციაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მარტის თვეში თუ კი გადაწყვეტ, ვინც აზარტულია და რაღაც საეჭვო თამაშებში მონაწილეობს, რაღაც საეჭვო პროექტებში მონაწილეობს, ამაზე თავს შეიკავებთ, ეს ძალიან სერიოზულად გამოგადგებათ მომავალში თქვენი სტაბილურობისთვის და მარტის თვეში შეძლებთ ამ ყველაფერს, თუ მანამდე გიჭირდათ ამასთან გამკლავება, მარტის თვეში შეძლებთ აი ამ პრობლემას გაუმკლავდეთ. სხვა მხრივ დანაკარგების ალბათობა არ არის ჩემოკარგებო, რომ გითხრათ, რომ ეს შემოსავალი გაიზარდოს, ზოგისთვის შეიძლება მართლა მოულოდნელად შებრუნდეს ეს ფინანსური ან კარიერული მდგომარეობა და რასაც არ ელოდება, თქვათ უკეთესობას ესეც აღმოჩნდეს და ვინც პირიქით გარანტირებულად გონია, რომ აი ეს მატერიალური კეთილდღეობა და კარიერა შენარჩუნებული იქნება, ესეც შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს, ამიტომ აქ უფრო გაფრთხილება მოდის, იყავით ძალიან ყურადღებით, ძალიან ფრთხილად, რომ ეს მოულოდნელი ხიფათები და დანაკარგები თავიდან აიცილოთ და გადავიდეთ პირად ცხოვრებაზე, ჩემოკარგებო, პირად ცხოვრებაში, როგორც ჩანს, რაღაცა პრობლემები გაგაჩნიათ. Ну, რა თქმა უნდა, პრობლემატური წყვილისთვის უფრო ვკითხულობ, საყვარელ ადამიანთან, ვისაც აქვს რაღაც ბარიერი, მანძილი, დაშორება, ხელისშემშლელი ფაქტორები, ეს ადამიანები აუცილებლად შეერთდებიან, ეს შეიძლება იყოს ბარიერი, თქვათ, მანძილის სახით, შეიძლება სხვა ადამიანების სახით, შეიძლება კიდევ სხვა რაღაც პრობლემების სახით, მაგრამ ამ ასეთ ადამიანებს შეხვედრა და შეერთება მარტის თვეში მოუწევთ. სხვა მხრივ, ვისაც მსგავსი პრობლემა არ აქვს, სრული იდილია გელოდებათ პირად ცხოვრებაში და თუ კი მანამდე ვერ აგვარებდით თქვენს პირად ცხოვრებას და აქ საწყისებზეა ლაპარაკი, აი მარტის თვეში გამოჩენილი ადამიანი, ვინც მარტოა, მათთვის ვიძახი, დიდი ბედნიერების მომტანი იქნება, მინიმუმ დაწყება და გამოცდათ ღირს და თქვენი პირადი ცხოვრება გახალისდება, განათდება, ემოციების ზღვა იქნება, დადებითი ემოციების ზღვა იქნება და უკან ნუ დაიხევთ. მარტისთვის ორაკულის პროგნოზი არ დაგავიწყდეთ, ჩემოკარგებო, ამ თვეში წამოწყებული საქმეებიც და პირადი ცხოვრებაც იქნება მომავალი ბედნიერების და წარმატების გარანტია და გისურვებთ სულ ყველას რეალურად ბედნიერებას, ილუზიების გვერდზე გადადებას, გამოფხიზლებას და წარმატებას ყოველგვარ საქმეში. ეს იყო მარტისთვის პროგნოზი მშვილდოსნებისთვის და ზოგადად დავასრულეთ ამ თვის პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის.